მშვიდობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ეს რუსთავი 2-ია, ხუთშაბათის საღამო 10 საათი და თქვენ უყურებთ პატა და ნიკას შოუს. არც იმის შეხსენება გჭირდებათ, ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, ბიჭები ვერ მიხვდებიან რა დროს დაუკრან მათი სავიზიტო მუსიკა. მაჟასებაა პატა და ნიკას შოუს მუსიკალურ დაფორმებს და გეებისა და დროსდარების ფეხბურთის, ყურების და ღამისთების ხასიათზე აღერებენ ქსოვრელები და გიორგი შოშიტოში. მადლობა, მაგრამ რომ გაგვირდებით რაღაც ვერ ხართ ბიჭებო ხასიათზე. ჩემი არ იყოს ალბათ თქვენს გერმანიამ ხომ არ დაგაღონათ, გერმანიამ. აი თქვენი მოგიკვდით? აი მართლა ვაი და არა მეც ვართ, მე და ბრაზილია გადარჩენილები. ვიძახი რა, ეს სუსტი გუნდები არ უნდა თამაშობდნენ მსოფლიოზე. ნუ ხართ შენ ბოროტ. მაგრამ რატო არ უნდა თამაშობდნენ მითხრა? რატომ და ვერ ხედავ როგორ ამწარებენ ძლიერ გუნდებს ბიჭო, ჰა? ნიდერლანდები გააგდეს, გერმანია გააგდეს, ბრაზილია გადარჩა ჯერჯერობით. მიდარსები შენ. ისე რა გინდა? გერმანიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომლის ფორმების ტურნირის ბოლომდე სუფთა დარჩა. არც დასწრილად ბიჭო. რა გინდა შენ ძმაო, ჰა? არ გაუმართლა თორე, ვიცი რა მაგარი ტაქტიკა ქონდა დარჩეული. აი ყურე ბურთის გათამაშება, გრძელი პასი, საჯარიმოში ჩაწოდება და ბარგის ჩაბარება აეროპორტში. ელაპარაკე ხამას. რა ვქნათ, მაო, რა ვქნათ. გერმანული პუნქტუალურობის ამბავი ხომ იცი? ოჯახის წევრებმა თხოვეს, დროულად დაბრუნდით სახეში და რა ეკნა. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ გერმანულმა მანქანამ წელს სტეკ დათვალიერება ვერ გაია. კარგი, ეყოფა. ეს კაბენა, სანამ ესპანეთი ავსტრიის თამაში დაწყებულა, ხუმრობებზე გადადი იუმორისტული შოუა ეს. თუ კიდე გახსოვს, რა ვიცი. კი ბატონო. კაბო-ვერდეს ნაკრები მე-16 ფინალში გავიდა, არგენტინას ხვდება აგერ ზეგ. რა ვიცი, ამაზე დიდი ხუმრობა ამ ჩემპიონატზე რა შეიძლება იყოს? კი ბატონო, ამის აღსანიშნავად კაბო-ვერდეს პრეზიდენტმა ქვეყანაში უქმე დღე გამოაცხადა. ეს ამბავი კაბო-ვერდელებს არც კი გახარებია, რადგან იქ ისედაც მუდმივად პლაჟებზე წვანან და ისვენდნენ. ჩვენ როდის წამოვგორდებით ერთი პლაჟზე და დავისვენებთ? მალე მეგობრებო, მალე ჩვენს კაბო-ვერდეში. ჩვენი კაბო-ვერდე რომელია? მაგათ ენაზე კაბო-ვერდე ნიშნავს თურმე მწვანე კოლხს. ესმის? ხოდა არ გვაქვს ჩვენ კაბო-ვერდე? კი გვაქვს. აგარ შედაღმერთმა. დაუბრუნდეთ ფეხბურთს. დაუბრუნდეთ. მოკლედ ისეთი ამბები ხდება ფეხბურთში, აშშ მექსიკა, კანადაში კიტარდება, მაგრამ ბრაზილიური სერიალივით კი მიდის რობა გვინდა. ისე იმდენ თამაშს უყურე, ჩიფსებზე მეტი პულტის ელემენტი მაქვს დაღეჭილი. აღარ მაქვს ნერვები. თან ეს 48 გუნდი რა ამბავია, კაცო. მე მგონი ორგანიზატორი არის ქართველი. და არ უნდა და ვინმე გამორჩენოდა. რა იყო ჩემპიონატი გაგვთვის შვილის ხორცი, შეოჯახა შენებულა. ჩამოწერა ფილმსო. არ გამახსენო, ისე დარდობენ ჩემი გერმანელები. რა ჩავა ახლა გერმანიაში? მართლა ძნელია. ასე შერცხვენილი ჩასვა. მესმის მაგათიც. არა კაცო, შერცხვენილი რა შუაშია? დაცხა ევროპაში და გავიგუდებითო, ნერვიულობენ. დაცხა. კი, ეგ მეც გამი. ევროპაში ისეთი სიცხეებია, კანადაში სათამაშო ჩასული ფეხბურთელები სატაქსო რჩებიან თურმე ახალწლამდე. კი ეგრეა. ისე ცხელა ხალხს თბილად რომ დაელაპარაკო ვინმეს, თავს გაგიტეხავს, რომ მიმართო თბილად. ეგეთ სიცხეში ევროპაში არ გაბედოთ და მადლი არ ქნათ და ქვაზი არ დადოთ. დადრება მაინც და რა გქთება წინ? არაფერი. მე მგონი ჩვენც მაგრა დაგვცხა. რაღაცა ნორმალურად ლაპარაკობთ. არა და ეგრეა და რა ვქნათ, ამ პარიზში თურმე კონდიციონერი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჯოკონდას ორიგინალი, და ყველაზე პოპულარული სამოსი ახლა მანდარის სველი პირსახობს.
ზედა თუ ქვედა? შუა. ახლობელმა მითხრა, ცივილუდის ყიდვა მინდოდა და გამყიდელს ვეძებდი. თურმე ისიც მასივარში იზდა და შიგნიდან ყიდდა. წარმოიდგინე. რა ეკნება საწყალს? იტალიაში 44 გრადუსამდე აღწევს სიცხე და ადრე თუ რუკაზე იტალიას ჩექმის ფორმა ჰქონდა, ახლა პასაროშკებით გამოიყურება ის გაჭირვებული. 1 ივნისიდან იაპონია სავიზო მოსაკრებელს 5ჯერ აწვირებს. მე ეჭვი მაქვს ბრაზილიასთან წაგებაზე დაიბოღმა და სტუმრების ნერვები აღარ აქვს. ძალიანაც კარგი თუ აძვირებს. კიდევ ერთი მიზეზი მექნება თავის გასამართლებლად. თუ რატო ვერ მივდივარ იაპონიაში? არა და შემჭაბა ბიჭო ჰარუკი მურაკამი. ენაც კაი. ჩემი ჩამოდი ჩიტო. ვერც სახარ ხა. არა, ეგენი რაღაცა ღვინო არ უარი. კიდევ კარგი ბრაზილიამდე არ გამოვარდა იაპონია, თორემ 10ჯერ გააძვირებდა გადარჩენილები ვართ გეუნები. თან მე როგორ მიყავდა? და მე ვიზის რიგში ვდგევარ. სხვათა შორის ვკითხე ერთ იაპონელს, რატო აძვირებთ მოსაკრებელს? მეთქი და ხმარ გამსა. ეთყობა იცოდა ბრაზილიას რო გულშემატკივრობ და გამებუტა. სალამალცაებს შეგჭამს. მე მაინც მგონია რომ ქართული არ იცოდა და იმიტომ არ გიპასუხა. ყველაფერს რომ მაგაში უკავშირებ, ეხლა რომ რა ლაპარაკო? იაპონურად. მაშინ დაწყენი ყოფილა მაშინ. ეგ ვაჯარი ახლა რა მინდა იაპონიაში თუ ძმას. სუში აქაც კი იყიდება და ბრინჯის არაყი რა შეფეხებად ვიდა ჭაჭანჯული. ხოდა არ ვიდარდოთ ამაზე. არა ვარ. გენაცვალე. არ ვიდარდოთ მაგაზე, ხო? უცნაური ხალხია ეს იაპონელი. ძალიან. აგერ 59 წლის იაპონელი ფეხბურთელი კაძუსი მიურა. ისევ კაძუსი იურა. იქაურად აკაურათა იურა. ისევ თამაშობს. ეს მისი 42 სეზონია თუ კიდე ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსაჯი თქვენობით ელაპარაკება. ნუ მაინც ასაქსებს პატივს. ეს კაცი ისეთ ასაკშია სტადიონზე გუნდელები ეგზავნებიან შეტევაში. თქვენ არ შეწუხდეთ კაძუსი ვარლავა. სადაშორის მაგის თამაშს უყურებდი იმ დღეს და დღერა რა ვიცი, როდის იყო 10 ვიცი. ხოდა კაპიტნის სამკლაური ეკეთა მე მგონი. მაგრამ მე რო დავაკვირდი, მე მგონი წნევის საპარაკი. რაღაცა ბუნტი და გამიქარებდა. ეგ იქნებოდა. თან ერთი პრობლემა აქვს მაგ საწყალს. შეტევის დროს ავიწყდება როლ ხარეს უნდა გაიტანოს გოლი და დარბის წინ დაუკავება. ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მუხლები ტრავმის გამო კი არა, ამინდისულების გამო ტკბილა. მაგას სანამ სტადიონზე წყაროს არ გაუხსნიათ, არ დაანებებს თამაში თავს. აკნას თამაშის და ასაკის დამატებით დროში გადაიყვანა და რა გააკეთა? არა და ისე ახალგაზრდულად გამოიყურება. სახლიდან ეძახიან ხოლმე ამოდი ჭამე და მერე ჩადი ისე სათამაშო. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია ჩვენი შოუს ძირითადი თემა. უკვე მესამე გადაცემაა და 19 ივლისამდე ასეც იქნება. კაია. მაგრამ რაგბის მსოფლიო ტურნირი 20 წლამდელთა შორის რომ საქართველოში ტარდება, ჩვენ უნდა გითხრათ ამის შესახებ. დიახ, და ჩვენი 20 წლამდელი ბორჯღალოსნები რომ ბრდღვნიან ყველაფერს, ესეც ჩვენ უნდა გითხრათ. არ თქვათ, აბარა, უნდა ვთქვათ. ტურნირის დაწყებამდე გასახურებელ თამაში ჩვენმა ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა თვით ახალ ზელანდიაზე რები გამოპაროდიყო, შეიძლება მაყურებელს. აი ასეთი მაგარი ბიჭები ყავს ჩვენ. მერე უკვე ტურნირის ფარგლებში უელსთან სულ რაღაც ერთი ქულით დავმარცხდით. დამეთანხმებით რომ ამაში მსაჯის დიდი დამსახურებაც იყო, მოკლედ ეს მსაჯები არის. კი არ მიყვარს წუწუნი ხა, მაგრამ უბრალოდ ხა რო შევხედე კადრებში, ასე იყო და რა ფაქტად შევა ხო. მაგრამ ეგ არაფერი ახლა ჩვენ შოუს პარალელურად ჩვენი ბიჭები სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან და თამაში მალე დამთავრდება. რა შედეგით არ ვიცი, მაგრამ ბიჭები რომ ყავს თავს რო არ შეირცხვენენ ისეთი დარწმუნებული ვარ ამაში და თქვენ გენაცვალე წარმატებენ. მოკლედ ჩვენი მხრიდან წარმატებას უსურვებ ბორჯღალოსნებს და ერთადერთი გაჩერდილი აგერ
შოშიტას გავუგზავნეთ პირველ ხაზში სათამაშო შეცვლაზე და მე ნახეთ კიდე არის ნერვიულად ბიჭები. გეუბნები რა, სახლში მართლა აღარ შეგვიშვებენ. ჯერ ფეხბურთი, ახლა რაგბი და ეკი არა. შენ მიხოდამორეში უდანახო რა ამბავში არიან ქალები. ფეხბურთი ჩვენგან არ გვიყვარცო, მაგრამ ეს ღამის თენებები და ამდენი დალივა რა ამბავიაო. დაჭამეს თურმე ქმრები არის ერთი მართლა მე არ გერას მოგებრება არის ამდენ მაგას გოგუები ვიცნობ მე იმეს დამიჯერე აგჯერე და უყურე ხლა ამ შაბათკვირის სერიებს თქვენს და ისეთი ამბები იქოქება მადრომ შეიძლება გაგიჟდეთ მოკლედ როგორც ყოველთვის შაბათკვირას მცოცავი გრაფიკით იქნება სერიალი აუცილებლად ხო და ბარემ ჩვენს მაყურებელს ისიც უთხრათ რომ შაბათს 4 ივლისს მიხოდამა რომ რუსთავი 2-ის ეთერში ჩვეულებრივზე გვიან 12-ის ნახევარზე გავა. ხოლო კვირას 5 ივლისს 11-ის ნახევარზე რა გავაკეთე. მაინც ყოველი შემთხვევისთვის სერიალის ანონსებსაც ადრევე თვალყური და არ გამოგრჩებათ. ახლა კი ვნახოთ როგორ აპროტესტებენ სერიალის ქალები მარონ ანულა და უქრომზია ქმრების ჩართულობას მსოფლიო ჩემპიონატში. წავედით.